თქვენ ვერ წარმოიდგენთ თამაში რა მაგარი რაღაც დევს. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ზოგადად შეზღუდვები და აკრძალვები, როგორც მომხმარებლის, ასევე მწარმოებლის ფანტაზიას უფრო ავითარებს და უფრო კრეატიულს ხდის. ამ შეზღუდვებსა და აკრძალვებს სხვადასხვა ქვეყნებში არ ჩამორჩა კომპანია Dagger და შექმნა ძალიან უნიკალური, არაჩვეულებრივი ნივთი. ეს არის დანა, რომელიც არ არის დანა. რეალურად ეს არის ჩვეულებრივი ბრიტვა, სამართებელი, რომელიც სპეციალურად არის ისე დამზადებული, რომ გამოგადგეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ძალიან წვრილმანი საჭიროებებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ ორიგინალი და ნამდვილი ბრიტვა ძალიან თხელია, ეს სპეციალურადაა გამოჭედილი ისე, რომ ხელში კარგად ჩაჯდეს და არ გატყდეს და ასე ვთქვათ, სიბასრეც ნორმალურად შეინარჩუნოს. მთელი მუღამი იმაშია, რომ არის დამზადებული დამასკური ფოლადისგან. არ ვიცი აქ რამდენად გამოჩნდება, აი ჩანს პატერი. მოკლედ, დამასკური ფოლადისგან არის დამზადებული. სისქეში არის 2 მმ, ოდნავ მეტი და რაც ყველაზე მთავარია, ერთი მხრიდან არის მხოლოდ ალესილი, რომ ხელი ნორმალურად მოკიდო. საერთოდ ჯამში ძალიან საინტერესო ნივთია, სატარებლათაც ორნაირად შეგიძლია რა, ესე უბრალოდ ჩაიგდო ჯიბეში, ან შესაძლებელია მისი გულზე დაკიდება, ასე ვთქვათ და მაისურის ქვეშ შეიძლება რომ ატარო ადამიანი. მოდი ახლა შევამოწმოთ რა შეუძლია. აი, ხო, და სისქე გითხარით და სიგრძე აქვს 42 მმ. ანუ აი ეს გვერდები რო არ ჩავთვალოთ, 4 სანტიმეტრზე პატარაა მჭრელი პირი. რა იცი რაში გამოგვადგეს. რაც შეეხება, ნუ პირველი ხარ რა შეიძლება დაავალო ასეთ ნივთს, ხო, პირველი არის რაღაცა ფანქრის წათლა, რომელსაც იდეალურად ახერხებს. მეორე შეიძლება რომ რაღაცა ფურცლის გადაჭრა დაგჭირდეს ან სკოჩის ან ყუთის გახსნა რაღაცა და ეგეც იდეალურად გამოსდის. მესამე კიდევ რა უნდა საკვებზე ამას ვერ მიუშვებთ და შეიძლება რაღაც თოკი გადავაჭრევინოთ ან რაღაცა და პარაკორდსაც ერთ-ერთ ყველაზე გამძლე თოკსაც აი ასეთი წარმატებით ჭრის. მოკლედ, ძალიან საინტერესო ნივთია. არ ვიცი, ახალი შეძენილია და შევხედოთ ზოგადად პრაქტიკაში როგორ გამომადგება. და თუ რამეა კიდე ერთ ვიდეოს ჩავწერ და მე მოგიყვებით მაგალითად ერთი თვის, ტარების ერთი თვის თავზე, რაში და როგორ გამომადგა. ეს იყო და ეს. მადლობა.